მოგესალმებით კიდევ ერთხელ. Ამ დღეებში მსოფლიო მედიის უმში სხვა უფრო მასშტაბური საკითხებია და ცხადია პერსპექტივაში ჩვენს რეალობასაც განსაზღვრავს, თუმცა არის საკითხები, რაც ყველგან ყველა ქვეყანაში სადაც დემოკრატიის განვითარება და მისკენ სწრაფვა მოქალაქეების და სახელმწიფოების სამართლებრივად გაცხადებული არჩევანია ნებისმიერ მოცემულობაში უცვლელი რჩება. და რადგან ადამიანის უფლებები, განათლების და განვითარების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის ფუნდამენტური ღირებულება ჩვენს ქვეყანაში, მისი დაცვის ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას განურჩევლად სტატუსისა და მიუხედავად სამყაროში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა. ამიტომაც დღეს ჩვენს ზუმში იქნება ორი ძირითადი საკითხი, რაც ცოტა უტრირებულად რომ თქვა არის განსაზღვრელი, როგორ გადარჩე ამ ქაოსში, ფიზიკურად და მენტალურად. მედია წიგნიერება იქნება დღევანდელი გადაცემის ძირითადი თემა, გადაცემის მეორე ნაწილში, ანუ მარტივად რომ თქვა, როგორ გავიკულიოთ გზა სანდო ინფორმაციამდე, ინფორმაციულ ნიაღვარში და პროპაგანდის პირობებში და რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება. გადაცემის შესავალში კი ბავშვთა უფლებებზე ვისაუბრებთ, უფრო ზუსტად ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ცხოვრების განვითარების და განათლების შესაძლებლობებზე და ამ ეტაპზე ზუმში იქნება ჩვენი რეგიონი და უფრო კონკრეტულად ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქის ბავშვები, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ ორი თანატოლი გამოაკლდათ ტრაგიკულად, რამაც აღნიშნული უფლებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კიდევ ერთხელ. ამ თემაზე ბევრი ითქვა ამ დღების განმავლობაში და ჩვენი მცდელობა იქნება ერთგვარად თავი მოუყაროთ ძირითად პრობლემებს, რამაც ოცნების ქალაქის ბავშვები უსაფრთხო განვითარების რისკის წინაშე დააყენა. თიკო აბაშიძე ფონდი იალქანის ხელმძღვანელია ჩვენი სტუდიის სტუმარი, რომელიც წლებია მუშაობს ამ კონკრეტული დასახლების ბავშვების პრობლემებზე და მე მივესალმები ახლა სტუდიის სტუმარს. თიკო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს და კიდევ ერთხელ ვიზიარებ ამ დიდ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო და უსამძივრებ ჩვენს რეგიონს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ გარკვეულწილად ჩვენი გარკვეული პასუხისმგებლობაც დგას იმაში, რომ ორი პატარა ბავშვი დაკარგა ჩვენმა რეგიონმა. კი ბატონო, მეც უსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მძიმე ამბავი იყო, თუმცა ჩვენი გადაცემის ფორმატში ცხადია ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, განათლების შესაძლებლობის თვალსაზრისით და თქვენ ძალიან კარგად იცით ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა და ზოგადად ყოფა ოცნების ქალაქში, იმიტომ რომ დიდი ხანია მუშაობთ ამ მიმართულებით. თქვენი შეფასებით როგორია აი ბავშვთა განვითარებისთვის ოცნების ქალაქში არსებული პირობები აი ამ მოცემულობით? ვინაიდან ჩვენ ყველა ვიცით, რომ ოცნების ქალაქში ძირითადად ჩასახლებული არიან მოწყვლადი ჯგუფები და თითქმის ყველა 90% დამოკიდებულია სხვადასხვა სოციალურ სერვისებზე, ვიცით, რომ ამ საკითხში, როცა ღრმად ვიჭრებით, ყველგან დგება განათლების ხარისხის საკითხი და ყოველთვის, როცა ვიწყებთ ახალ кейსზე მუშაობას, ნათლად ჩანს, რომ ოჯახი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სოციალურ სერვისებზე, იქ გარკვეულ ეტაპზე იდგა, დგას და შემდგომ გარკვეულ პერიოდში იდგება განათლების ხარისხის პრობლემა, ვინაიდან პირველადი მოთხოვნილება, რაც ამ ჩასახლებაში მყოფ ადამიანებს გააჩნიათ, ეს არის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება, ეს არის კვება, ჰიგიენა, ჩაცმა და შემდგომ უკვე მოდის განათლების საკითხები და ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ამ კონკრეტულ ჩასახლებაზე ვიმსჯელებთ და სხვა მაგალითად სხვა დასახლებებთან შედარებებს არ გავაკეთებთ, ნათლად ჩანს, რომ ამ კონკრეტულ ჩასახლებაში მყოფი ადამიანები არიან უკიდურეს სიღარიბეში საჭიროებენ მუდმივად და მუდმივ ხარჯერას და მუდმივად გარკვეული ტიპის სერვისების დამატებას და ამ ბავშვების ნაწილი სრულად მოკლებულია იმ კეთილდღეობებს და იმ დახმარებებს, რაც სჭირდება ბავშვს ნორმალური განვითარებისთვის, ჩამოყალიბებისთვის, განათლებისთვის, რაც სჭირდება იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდებოდეს ქალაქში, იცოდეს საკუთარი თავის უსაფრთხოების შესახებ, იცოდეს და დროულად და სწორად იყოს მიწოდებული ის საფრთხეები, რაც შეიძლება იყოს გარემო პირობებში, ვინაიდან ჩვენ არ ვცხოვრობთ სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე საფრთხე არ არის ჩასაფრებული. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ სხვა შედარებებს ვაკეთებთ, ვიცით, რომ გარკვეულ ჩასახლებაში ბავშვს შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, იმიტომ რომ რაღაც პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვს და ამ კონკრეტულ ჩასახლებაში ამ საჭიროებებიდან გამომდინარე
ინფორმაციული ვაკუუმი დგას. კი ბატონო, ჩვენი მაყურებელი ხედავს ახლა კადრებს ოცნების ქალაქიდან ეს ბოლო შემთხვევის დროს გადაღებული კადრებია. რა შეიძლება რომ თქვათ თქვენი საუბრის მეც, ანუ სიღარიბე პირდაპირ კავშირში არის, როგორი განათლების ხარისხი ექნებათ ბავშვებს. ოცნების ქალაქიდან მე როგორც ვიცი, თქვენ გყავთ ბენეფიციარები, რა ტიპის საჭიროებები აქვთ ამ ბავშვებს, ამაზე რო გითხრათ და აი წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა მათი რაოდენობა, ვისაც ეს საჭიროება უდგას, თუნდაც სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერთან სახელმწიფოს მხარდაჭერა რამდენად არის ამ პროცესში. ფონდი იალქანი ვიცით, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და თქვენი სახსრებით ახერხებთ, რომ ამ ბენეფიციარებს საჭიროებები მოუგვაროთ. ამ შემთხვევაში როგორი არის თვითონ სისტემის ჩართულობა და კონტრიბუცია? სახელმწიფოს აქვს გარკვეული ტიპის სერვისები, რომელიც არა და ვერ აკმაყოფილებს იმ საჭიროებებს, რაც სჭირდება მოზარდს განვითარებისთვის. ამაზე ჩამოყალიბდეთ და არ გვინდა ამაზე დავა არც საზოგადოების მხრიდან, არც სახელმწიფოს უწყებების მხრიდან, იმიტომ რომ მყარი ჩამოყალიბებული სერვისები, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, გულისხმობს შიგნიდან, რომ აი მულტიგუნდი შედის რაღაც კონკრეტულ დასახლებაში და ერთიანად აწვდის გარკვეულ სერვისებს. ეს იქნება ხარისხიანი საკვები, ეს იქნება ხარისხიანი განათლება, ეს იქნება სხვადასხვა დაცვის მექანიზმები. სამწუხაროდ, ასე ერთ კონკრეტულ შესახლებაში ამის შეტანა და დანერგვა შეუძლებელია. თუმცა არ ვამბობ, რომ სხვაგან შეიძლება იყოს უკეთესი გარემო და უკეთესი დამოკიდებულება. შეიცვალა თუ არ შეიცვალა ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებიც მოგმართავენ დახმარებას არ შეიცვალა, გაიზარდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ ამ ადამიანებმა ისწავლეს მუდმივად ხელის გაშვერა სხვისკენ და მუდმივად არიან დახმარების მოლოდინში და მუდმივად ცდილობენ, რომ სახელმწიფოს ჩამოეკიდონ კისერზე ან ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გასცემენ რაღაც კონკრეტულ დახმარებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ისე უბრუნდებით განათლების ხარისხს და ვიცით, რომ თუ ადამიანებს არ მივაწვდით დროულად ხარისხიან განათლებას, ჩვენ მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ და გვექნება ის წარმოდგენა, რომ ადამიანები იქნებიან ამ ოცნების ჩასახლებაში თუ სხვა ჩასახლებაში, რომლებსაც ყოველთვის დასჭირდებათ სახელმწიფოს სერვისები და ეს სერვისები არასოდეს არ იქნება საკმარისი. მთავარი პრობლემა, რაც ამ ჩასახლებაში დგას, არის ის, რომ სკოლის პრობლემა არის მოუგვარებელი. ის რომ დაწესებულებების პრობლემაც არის, ჩვენ როგორც ვიცით, ბაღებში ბავშვების მიყვანის პრობლემაც დგას, იმიტომ რომ კი ბეტონო, იმიტომ რომ ბაღები მუდმივად რემონტში არის, იმიტომ რომ რაღაცა სკოლის რაოდენობა არ არის ისე ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ გარემო და ოდნავ თუ გაწვიმდება იქ ისეთი წყლები დგება ხოლმე წვიმის დროს მშობლები სკოლაში აურშვებენ სეზონური შესაბამისი ტანსაცმლის არ ქონის გამო ხშირად სახელდება, რომ მუდმივი ხანგრძლივი პერიოდი ბავშვები სკოლაში არ დადიან. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მართვის უამრავი კარგი მექანიზმი, რაღაც საბაზისო დონეზე ამის მონიტორინგი არ ხდება. რატო არ დადის ბავშვი სკოლაში, რატო არ არის დროულად მიწოდებული სერვისი, რატომ არ არის მაგალითად შესწავლილი კონკრეტული ოჯახი და რაღაც აი რომ მოხდება, შემდეგ ვიწყებთ უკვე რაღაც მოგროვება სერვისი, როგორც გვჩვევია ხოლმე საზოგადოებას, ზუსტად ისე მუშაობს ჩვენი სახელმწიფო სერვისი. სამწუხაროდ რეაგირებას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობაც საკმაოდ დიდი არის კონკრეტულად ამ დასახლებაში. ჩვენ სამინისტროსაც შევთავაზეთ სხვათა შორის რომ მონაწილეობა მიიღო რა კეთდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციისთვის სასკოლო სისტემაში. ვიცით რომ UNICEF-თან ერთად კვლევა დაიდო რამდენიმე წლის წინ და 10,000-ზე მეტ ბავშვს მოსწავლის სტატუსი არ აქვს და დაიგეგმა შემდგომ რომ ეს ბავშვები უკვე ჩართული იყვნენ საგანმანათლებელ პროცესში, მათ შორის არიან აჭარა და მათ შორის არიან ოცნების ქალაქიდან 2020 წლიდან არის ეს პროგრამა ჩაშვებული. თქვენც ვიცი რომ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, 5 წელი გავიდა, რა შედეგებზე შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ, დადო თუ არა რაიმე შედეგი ამ პროგრამამ, სწორად არის თუ არა გათვლილი ის პრიორიტეტები, რა საჭიროებებიც აქვთ ამ დასახლების ბავშვებს და რეალურად მოხდა თუ არა მათი ჩართვა საგანმანათლებლო სივრცეში და საგანმანათლებლო პროცესში, იმიტომ რომ მშობლებისგანაც მოგვისმენია ჩვენს ეთერებშიც, რომ ბაღში ვერ მიყავთ ბავშვები, სკოლაში ვერ დაყავთ, თქვენც ახლა საუბრობთ მათ პრობლემებზე. აი რაზე შეგვიძლია რომ ახლა ვისაუბროთ შედეგებზეც და გამოწვევებზეც. ძირითადად ახლა რაც მახსენდება ის არის, რომ კვლევა მაჩვენა, რა თქმა უნდა,
უნდა რომ 10000 ბავშვი იყოს სკოლის მიღმა, მაგრამ მოხდა გაფილტრა, რაც კარგია, რომ უმეტესი ამ სიაში იყო გარდაცვლილი ბავშვები და არ იყო ბაზაში ნაჩვენები ამ ბავშვების მონაცემები, ასევე აღმოჩნდა ძალიან ბევრი შიშიმურ სტატუსის მქონე ბავშვების სამწუხაროდ დღეს ისევ ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მალავდნენ მშობლები და რა თქმა უნდა ეს ბავშვებიც იყვნენ სკოლის მიღმა დარჩენილები და ბავშვები, რომლებიც ემიგრაციას გაყვნენ მშობლებთან ერთად გადავიდნენ საზღვარზე და არ იყო ფიქსირებული. ხოლო ის ნაკადი, რომელიც დარჩა, ძირითადი ნაწილი ალბათ მაინც მოდის ეთნიკურ უმცირესობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ თავს არიდებენ სკოლაში შვილების თვითნებურად შეყვანას და რაღაცა გარკვეული ძალისხმევა სახელმწიფო სჭირდება, რომ ეს ბავშვები სკოლებში მოხვედროს. მათ შორის ჩვენი სტატისტიკა თუ გადავხედავთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 16 ბავშვი ჩვენ აღმოვაჩინეთ და ჩავრიცხეთ სკოლებში, აქედან მინიმუმ 7% მაინც იყო ეთნიკური უმცირესობები. თუმცა აქ დაბადებული გაზრდილი მოქალაქე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მაინც მიღმარჩება ამ ბავშვების საჭიროებები. აი, რამდენად თანხმდროში არის სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივების საჭიროებები, აი, რამდენად თანმიმდევრული არის სახელმწიფო ამ საჭიროებებთან მიმართებაში? ზოგადად მე ვფიქრობ, რომ უფრო დროული აღმოჩენა უფრო მეტად გვიჭირს, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ რაღაც პროგრამებს, რომელიც მრავლად აქვს, აი ბათუმი უფრო მსუყეა ამ პროგრამებით, იმიტომ რომ იქ შეიძლება მუნიციპალური სერვისები ჩართო, იქ შეიძლება რაღაც სოციალური პაკეტი დაამატო, ჯანდაცვის რაღაცა სერვისი მიამატო და შეკრა რაღაცა მხარდაჭერის ძალიან დიდი წრე, რაც დაეხმარება ოჯახს გაძლიერებაში, თუმცა ამათი აღმოჩენა იმ ადამიანების ზუსტად ამის თქვა მინდა რომ იმ ორგანოების პასუხისგებლობა რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან ბავშვების საუკეთესო ინტერესები არის ძალიან მდორე ანუ ზიან და ელოდებიან როდის მოხდება ტრაგედია რომ გაახილონ თვალი და მოკიდონ ხელი კონკრეტულ кейსს და იმუშაონ ამ დროული რეაგირება არ ხდება ანუ დროული აღმოჩენა არ ხდება მე რომ სკოლაში ბავშვი არ შემომდის და მუდმივად მიცდენს მე რეფერირების დოკუმენტში მიწერია რომ უნდა მივიდე ოჯახში ჩავატარო ვიზიტი აღწერო ოჯახის მდგომარეობა თუმცა ახლა რისკებს სოციალური მუშაკები კიდე ცალკე პრობლემა არის სოციალური მუშაკები საერთოდ რეგიონის აქილევსის ქუსლია და პრობლემაა იმიტომ რომ ჯერ სათანადო რაოდენობით არ აქვს მე როგორ და სად და როგორ სრულდება სამუშაოები ეს კიდევ ცალკე დავის და თემის საკითხია და აქ ახლა ამას არ განვიხილავ უბრალოდ სკოლის სოციალურ მუშაკამდე სანამ кейსი მივა ადგილზე დამრიგებელსაც აქვს ვალდებულება გაცდენების რაოდენობის მიხედვით ერთჯერადი ვიზიტი განახორციელოს ოჯახში და შეისწავლოს და დააკვირდეს და ეს იმდენად დაგვიანებულად ხდება, ანუ ბავშვ პედაგოგს აი ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, ურეკავ პედაგოგს და ვეუბნები რომ ბავშვი სკოლაში დადის თქო და ანუ ზუსტად ვიცი რომ არ დადის და მარტყობს რომ კი დადისო, ანუ გამოდის რომ ჩვენ თვითონ ჩვენ ადამიანები, უბრალო ადამიანები ჩვენი დაუკვირვებლობის, დაუფიქრებლობის გამო ხელს ვუწყობთ გარკვეული ტრაგედიების წარმოქმნას მერე ჩვენს ირგვლივ, რომელსაც ეწირებიან პატარა ბავშვები და არ ვუფიქრდებით რომ ჩვენი პასუხისგებლობა სად დგას. მშობლებთანაც სამუშაო ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, ამიტომ რომ მოვასწრო, იმიტომ რომ მეუბნებია რომ დროში ვეღარ ვეტევით. აი ამ უბედურ შემთხვევას რომ დაუბრუნდეთ, უბედური შემთხვევის შემდგომ იქ მცხოვრებ ბავშვების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე თუ წამოიწყო რაიმე პროგრამა, მაგალითად განათლების სამის რომ აი საჩართულ იქნება სკოლა, მშობლები, საზოგადოება რომ ის მომსწრეები იყვნენ ხო ეს ბავშვები ამ ტრაგედიის იმ ამბების რაც იქხდებოდა ამ დღეების განმავლობაში და აღარ დავობთ იმაზე რომ ამ ბავშვებს დასჭირდება თავისუფლად ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. თუ კეთდება რამე ამ მიმართულებით ამ მშობლებთან თუ მუშაობს? სამწუხაროდ ამ ეტაპზე არაფერი არ საჭიროებაზეც რო გითხრათ, რამდენად დგას ახლა ამის საჭიროება? რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის იმ პატარა ბავშვების მხარდაჭერა, რომელსაც მართლა პირდაპირ შეეხო იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და იციან, რომ კარს რო გააღებენ, შეიძლება მათი სახლის წინათ იდგეს რაღაც გუბე და ამან გარკვეული შიშები განუვითაროს ამ ბავშვებს და შემდგომ უკვე რაღაც გარკვეული კვალი დატოვოს ამ ბავშვების ცხოვრებაზე. ამ ნაწილშიც ვფიქრობ, რომ სრული პასუხისმგებელი სახელმწიფოსთან ერთად არის განათლების სისტემა და სკოლა და შიგნით უნდა დაიგეგმოს გარკვეული რეაბილიტაციის პროგრამები. ვინაიდან აქ გარედან ერთჯერადად მიწოდებული ვიღაცა ორგანიზაციების მე ერთჯერადად შესვლა გასაუბრება და რაღაცების მოკვლევა არ იქნება საკმარისი. სკოლას ყავს თავისი ფსიქოლოგები, მანდატორ სამსახურს ყავს თავისი ფსიქოლოგი და იქ რამე თუ გამოკვეთილი იქნება, დაკვირვებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ კონკრეტულად მშობელს ექნება
რაღაც მაგალითად მომართვენება ჩვენ სიამოვნებით ჩავერთვებით, ყავს ორი ფსიქოლოგი და აუცილებლად მოგმართეთ თუ ნახავთ ამის საჭიროებას, გინდ გვერდზე მოგწერეთ, უშუალოდაც შეგიძლიათ მოხვიდეთ ზუბალაშვილის 31-ში, მაგრამ ამ შემთხვევაში ცნობიერების საკითხი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ შეიძლება მშობელმა არ ჩათვალოს პრობლემად. ხო, აი მაგას ვამბობ, რომ თუ შიგნით განათლების სისტემამ არ დაინახა, მშობელმა შეიძლება ვერც დაინახოს, იმიტომ რომ მშობელმა ის რისკიც ვერ დაინახა, რა შეიძლება მოყოლო და მაგალითად ღია ჭას, რომელიც მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. ამიტომ ცნობიერების ამაღლება, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია და ფაქტის შეფასება, თუ როგორ შეუძლია დაინახოს მშობელმა, ხო? ჩვენ ამ ეტაპზე ჩასახლებაში გვაქვს მოცემულობა, რომ გარკვეულ რისკებთან მუდმივად მოუწევს იქ მცხოვრ ბავშვებს ყოფნა და ამ რისკების დანახვა არ შეუძლია იქ მცხოვრებ ადამიანებს. ამ რისკების დანახვა ჩვენ შეგვიძლია იმ ადამიანებს, რომლებსაც გვაქვს გამოცდილება, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და ჩართული ვიყოთ ამ პროცესებში და ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ამ დასახლების ბავშვებთან და მივაწოდოთ უფასო ფსიქოლოგის მოსაწყვეტი. კი ბატონო, და თქვენი სურვილების ადრესატი ცხადია არის განათლების სამინისტროც. ძალიან დიდი მადლობა თიკო, ამ პრობლემებზე სასაუბრო არის ძალიან ბევრი და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სხვა დროსაც. მადლობა რომ მუშაობთ ამ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის და იყავით ჩვენი განაცემის სტუმარიც დღეს. მე მაყურებელს შევახსენებ თიკო აბაშიძე, ფონდი იალქანის ხელმძღვანელი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. ვსაუბრობდით ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, განათლების შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე, კონკრეტულად ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. კითხვების დასმა და კრიტიკული აზროვნება არის გამოსავალი, ჩამოვაყალიბოთ სწორი აზრი მოვლენებზე. შევძლოთ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და დასკვნების გაკეთება, რათა არ გავხდეთ პროპაგანდის სამიზნე. სწორედ მედია წიგნიერება იქნება ჩვენი განაცემის მორიგი თემა. ცხადია, პირველად არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, თუმცა ამოცემულობაში ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი გახდა კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და გავიაზროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მედია წიგნიერების სწავლება ზოგადი განათლების საფეხურზე. და არა მხოლოდ, რადგან დღეს პრობლემას ინფორმაციის მოძიება კი არა, არამედ ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში გარკვევა წარმოადგენს, ფაქტის და მოსაზრების ერთმანეთისგან გამიჯდა ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება და გააზრება. რადგან მედია წიგნიერი ადამიანი ნიშნავს გაიაზრო, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს და როგორც ისმინება. და მნიშვნელოვანია დავცვათ კითხვები და დავწმუნდეთ ინფორმაციის სანდოობაში. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ნიშნავს დასკვნების გამოტანამდე თავი მოუყარო ყველა მტკიცებულებას და ლოგიკური კავშირების დანახვა შეძლო. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს საკუთარი ვარაუდები და მზად არის შეცვალოს აზრი ფაქტების საფუძველზე. მედია წიგნიერების სწავლება ამ კრიტიკულ ცნობიერებამდე უნდა მიგვიყვანოს და როცა სწავლება კრიტიკული აზროვნების პრინციპებზე დგას, წარმოგიდგენიათ, რამდენი რამე შეიცვლება. რაში გამოიხატება, რითი იცნობა მედია წიგნიერი საზოგადოება და სად ვართ ამ თვალსაზრისით ახლა. ამაზე უნდა ვისაუბროთ სტუმრებთან ერთად, თუმცა მანამდე ხალხის ხმა უნდა მოგასმენინოთ, უფრო ზუსტად სასკოლო საზოგადოების ხმა, რას ფიქრობენ ისინი მედია წიგნიერებაზე და არსებულ გამოწვევებზე. ნახოთ ვიდეო და დავბრუნდებით სტუმართან. როგორ ახერხებთ, რომ განასხვაოთ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან? რამდენიმე, რომ გადავამოწმოთ ხშირად რა, მაგალითად ერთი წყაროს არ დავეკვირდით, 2-3 წყარო გამოვიყენოთ ამისთვის. ტრენინგ კურსები გვაქვს გავლილი სპეციალური, აი რაღაცა ბავშვებისთვის იყო ჩატარებული კი მედია წიგნიერებას, თვითონ ლინკებზე არის დაკვირვება და მოახდინო, რომ გაიგო არის თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია ყალბი. რომელ საიტებზეც ვნახავ, იქ ვიცი, რომ ნამდვილი ინფორმაცია არის სულ. სხვა საიტებზეც ვნახავ და თუ იგივე წერია და ყველა მაგას ამბობს, მაშინ ვფიქრობ, რომ ნამდვილი იქ. რაღაც ინფორმაცია რომ მოდის თქვენამდე, როგორ ხვდებით ის ნამდვილი არის თუ ყალბი, ფეიქი, როგორ ამოწმებთ, ან თუ გადაგიმოწმებიათ? არ მომოწმებ, უბრალოდ თუ შემხვდება და დაუშვათ რაღაცა თითქოს და არც ისე ნამდვილია, მგონი ვფიქრობ, რომ არა ნამდვილი, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ნამდვილია, მაშინ ვფიქრობ, რომ ნამდვილია, არ ვიცი. გადამოწმება არ ვიცი. არა. უმეტეს შემთხვევაში ვტყუდებით ყველა და მგონია რა, ძნელია რა. თავიდანვე ეტყობა, იმიტომ რომ თვითონ ამ სოციალურ მედიაში ინფორმაციაც არ წერია ესე დაწვრილებით. მარტივია რა თქმა უნდა პროფაილის განამოწმება. შემდეგ წყარო როგორ არის წარმოდგენილი, ანუ არის მაგალითად გადახვა საიტზე და რავი რაღაც ვირუსებს, რაღაც 1000 რაღაცას ყრის. შესაბამისად ოფიციალური ინფორმაცია ეგეთი ვირუსების თავზე არ არის პირველ რიგში და პირადად ანუ მე თუ მკითხავთ
ჯერ ველოდები ისეთ წყაროების გამოქვეყნებას, რომელიცაც მე ვენდოვი. მანამდე არანაირი ინფორმაციაში მაინც დარწმუნებული არ ვარ რა. ინფლუენსერები არიან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ნებისმიერი გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სწრაფად ვრცელდება და მით უმეტეს ისეთი წყაროებისგან, როგორიც არის აი მთავრობის არხები რა, ეგ მაგ წყაროებს ამოწმებენ, ეძებენ ძალიან ძველ ინფორმაციებს და ამ ყველაფერს დებენ და გვიხსნიან, აი მაგალითად რომელი ფოტო არის გაყალბებული, რომელი დამონტაჟებული, რომელი ინფორმაცია არის ძველი ან ახალი. ვამოწმებთ, ანუ ყველა ჩვენ ასოს ვეკითხებით ან რაღაცა ან მასწავლებლებს ვეკითხებით. გადამოწმებული ესემი არ მაქვს და ზუსტად არ ვიცი სწორადად სად ნახო, ალბათ ხალხისგან გავიგებ, ან არ ვიცი. აი როგორ ანსხვავებ ამ დადებული ინფორმაციას, რომელი არის ეგრეთ წოდებული fake news-ი, რომელი არის ნამდვილი. ძირითადად წყაროებს ვამოწმებ და ისეთ გვერდებს ვენდობი, რომლებსაც უფრო მეტი გამომწერი ყავს და ანუ ისეთ არხებსაც ვენდობი, რომლებიც უფრო პროპაგანდულ რაღაცებს არ ავრცელებენ. აი ძალიან რთულია ჩემ შემთხვევაში ამის შემოწმება, იმიტომ რომ აი ყოველთვის არის ხოლმე ესეთი სიტუაცია, რომ ერთ პლატფორმაზე სხვა ინფორმაცია მოხდება, მეორე პლატფორმაზე სხვა ინფორმაცია და ძალიან მიჭირს ეს ამი. აი ურთიერთგამომრიცხავი, ანუ ტელევიზორში სხვა მესმის, თუნდაც Facebook-ზე სხვა მესმის, შემდეგ უკვე კომენტარებში ისეთი ამბები ხდება, რომ არ ვიცი, უმეტესად მაინც ტელევიზორიდან და არხებიდან ვიგებ დაზუსტებული ინფორმაცია თუ არა, თუმცა სანდო ბოლომდე არც ესენია. სკოლაში ამ შესახებ არ გაწვდიან ინფორმაცია? არა, არ მსვენია ასეთი არც სკოლაში, არც ისე არსად. იყო სამოქალაქოზე შარშან მგონი მაგ თემაზე, რომ ნამდვილი ინფორმაცია როგორ უნდა ვიპოვოთ, როგორ იქნება. ალბათ არ ვართ მაგ პროგრამაზე, მაგრამ კი, სამოქალაქოში ვიყავით ძირითადად მაგ თემაზე. ეხლა დაახლოებით გადავდივართ მაგ თემაზე, ანუ ჯერ უშუალოდ ესე კონკრეტულად მედიას არ მიმოვიხილავდით, მაგრამ ანუ ზოგადად ინფორმაცია. ხო, ზოგადად ინფორმაციაზე, მედიაზე დიახ. თუ არის მნიშვნელოვანი, რომ გქონდეს ინფორმაცია, ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ განვასხვაოთ ნამდვილი და მცდარი ინფორმაცია ერთმანეთისგან, რას გაძლევს შედეს. ან ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია რადგანაც ვრცელდება, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ მართალი რაც არის და არ მოვთხოვდეთ. თქვათ ნებისმიერი ყალბი ინფორმაცია, რასაც ჩვენ მაგალითად მივიღებთ სოციალური მედიიდან ან თუნდაც ტრადიციულიდან, ანუ ძალიან მარტივად შეიძლება რომ ხალხში გამრავლდეს რა ეს სრულ ინფორმაცია ერთი სიტყვის შემდეგ მეორეს და ანუ საზოგადოება თქვათ ამ ყალბი ინფორმაციაში იქნება რა. რაც უფრო მეტ არასწორ ინფორმაციას ვიღებთ, ამას ვაზიარებთ, ხო? და მე სრულ არეულობაში ვხვდებით, იმიტომ რომ რეალობაში რო გავიგებთ, რომ ეს არასწორი ინფორმაცია იყო, მე ვეუბნებით, მაგრამ რაც რეაქცია, იმიტომ რომ ყოველთვის ინფორმაციას სწორად ვერ ვაწვდით. კონფლიქტებიც მოხდა რა ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ზოგს რაღაც სხვანაირად იყო ქონდა გაგებული, ზოგს სხვანაირად ქონდა გაგებული. და ამიტომაც მნიშვნელოვანია უბრალოდ. მიღებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, რომ გავაკეთოთ დასკვნები და შემდგომში უკვე ჩამოვიყალიბოთ რაღაც კონკრეტული საკითხის მიმართ ჩვენი შეხედულებები და შესაბამისად გადავდგათ ნაბიჯებიც. ვიცით, რამდენად ვერ ერკვევა უფროსი თაობა სოციალურ მედიაში. აქედან კი ჩვენი თაობაც კი ბევრი არ ამოწმებს ინფორმაციას და ისე იღებს პირდაპირ ამ ყველაფერს რეალურად და იქიდან გამომდინარე რომ დღესდღეობით სოციალურ მედიაში ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს და ბევრი ისეთი ინფორმაცია ვრცელდება რომელიც ნამდვილი არ არის უფროსი თაობიდან დაწყებული უმცროსი თაობიდან დამთავრებული ბევრი ამ რეალობას იჯერებს და შემდეგ აქედან არასწორი დასკვნები გამოაქვს და არასწორ პოზიციას იჭერს. თქვენ ისმენდით მოსწავლეების და სტუდენტების მოსაზრებებს მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით. გიორგი ინალიშვილი მედია წიგნიერების ტრენერი გვყავს ხაზზე, მივესალმები სტუმარს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მე ვკითხავთ მაინც გესმოდათ თუ არა რესპონდენტების ხმაც? დიახ, კი ბატონო, ანუ ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ პრობლემას და პრობლემა არის მართლაც ბევრი, არავინ არ უარყოფს რომ ამ ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ განვითარებას საერთოდ უფრო და უფრო რთული ხდება, რა თქმა უნდა, სანდო ინფორმაციის მოძიება, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, რამდენად მასშტაბური არის ეს პრობლემა და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ სანდო ინფორმაციას იოლად მივაკვლიოთ. თქვენი გამოცდილებით გითხარით, აი რა ტიპის ინფორმირებულობა საჭიროებდნენ თქვენი მსვენელები, როცა იყავით ტრენერი და როცა მუშაობდით ამ პრობლემებზე, ანუ საქართველოს მაგალითზე ან რეგიონების მაგალითზე თუ შეგვიძლია რომ გამომიჯნოთ და დავყოთ სად რა საჭიროება არის და სად რა ინფორმირებულობის ხარისხი არის. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა აუცილებლად ვახსენო
მედიატინერების ინდექსი, რომელიც არსებობს და რომელსაც იკვლევს ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაცია, ბოლო კვლევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის 2023 წლის და ამ მონაცემებით 51 ქვეყანას, ევროპულ ქვეყანას შორის საქართველო არის სამწუხაროდ ბოლო 51 ადგილზე დეзинფორმაციის მიმართ მოწყობილობის კუთხით. ანუ ეს უკვე მიუთითებს იმას, რომ საქართველოში მედიატინერების პრობლემა გვაქვს. ხოლო რაც შეეხება თვითონ საქართველოში არსებულ სიტუაციას, შემიძლია დავყო ის რამდენიმე ნაწილად. თავარი პირველი ვისთანაც როგორც წესი ტრენერები მუშაობენ, ეს არიან ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და ასევე სტუდენტები. ახალგაზრდების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია განმასხვავებელი დეტალები ვნახოთ რეგიონებსა და დედაქალაქს შორის, თუმცა უფრო სწორად რო აღნიშნოთ, უფრო განსხვავება აღენიშნება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებსა და სხვა ტერიტორიებს შორის. რა პრობლემები რჩება აქ? როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავარი მედიატინერებისთვის თავარი არის კრიტიკული აზროვნება, ხო? კრიტიკული აზროვნებისადმი დამოკიდებულება და ასევე მის მიმართ ეს საკითხი არ არის ძალიან მნიშვნელოვნად წარმოჩენილი თვითონ სკოლებში მაგალითად, ხო? ვიცით რომ მედიატინერების საგანი როგორც ასეთი არის ჯერჯერობით დანერგილი მხოლოდ რამდენიმე სკოლაში, ეს არის საპილოტო პროგრამა, თუმცა ეს მასობრივად არ ხდება. აი როგორც გამოკითხვაში ერთ-ერთმა ბავშვმა აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების საგანში იყო ერთ-ერთი გაკვეთილი მიზნული მედიატინერების მიმართ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულად იმ ბავშვის მიერ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდას პრობლემა, ეს არის მთელ საქართველოში არსებული პრობლემა, რადგან მედიატინერება როგორც ასეთი სკოლაში არ ისწავლება და არც რომელიმე საგანში ინტეგრირებული არ არის. მაგრამ ამას განსხვავებით მედიატინერება მხოლოდ არ არის საჭირო, რომ ის იყოს შემოტანილი როგორც საგანი. მედიატინერებაში ასევე გათვითცნობილებული უნდა იყვნენ თვითონ მასწავლებლები, რადგან ინფორმაციას გადმოსცემს ნებისმიერი მიმართულების მასწავლებელი, იქნება ეს ლიტერატურის მასწავლებელი, ფიზიკის, მათემატიკის თუ ასე შემდეგ. ანუ თვითონ კრიტიკული აზროვნების სწავლება აუცილებელი არის ყველას მხრიდან და ამ კუთხით მასწავლებლებში მათ შორის არის ძალიან ცუდი სიტუაცია, იმიტომ რომ მასწავლებლებს ელემენტარული ჯერ ერთი ამის საშუალება არ აქვთ, რომ თვითონ გაეკუნენ მედიატინერების არცში და შემდგომ რადგან ამის საშუალება იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ მოსწავლეს დაეხმარონ, რომ კრიტიკული აზროვნება განუვითარონ. კი ბატონო, ბატონ გიორგი, თქვენ ახლა წეღან ახსენეთ ეთნიკური უმცირესობები, ანუ ის ნაწილი საზოგადოების, სადაც ყველაზე მაღალი არის მედიატინერების დონე უბრალოდ პირიქით. მედიატინერება ძალიან დაბალ დონეზეა, ხო? რა არის ამის მიზეზი? მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულს არ ვიტყოდი, ჩემი დაკვირვებით სანდოობა ზოგადად სოციალური მედიის და ზოგადად მედიის მიმართ და გავრცელებული ინფორმაციის მიმართ არის ხოლმე მაღალმთიანეთში, სოფლებში, ანუ ის მცირედ დასახლებულ რეგიონებში, სადაც ინფორმაციის ძირითადი წყარო არა ინტერნეტი, არამედ არის ტრადიციული მედია, ტელევიზიები, რადიო და ასე შემდეგ. იქ არის მაღალი სანდოობა აი ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიმართ. კიდევ რა მიზეზები, რა იწვევს აი ამ სანდოობას, რა არის ამ სანდოობის წყარო თქვენი დაკვირვებით? აი როგორც აღნიშნე ეთნიკური უმცირესობების საკითხი, იმიტომ გამოყავით ცალკე რომ ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში დამატებით პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერი. და შესაბამისად ენობრივი ბარიერის შემთხვევაში რთული არის რომ მოსწავლემ რაღაცა დამატებით შეისწავლოს. აი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, როდესაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაცია ელდება როგორც წესი მასობრივი მედიის საშუალებები ეს არ არის ქართულენოვანი მასობრივი მედიის საშუალებები, ეს არის როგორც წესი ან უცხოენოვანი, სადაც ვრცელდება ის ნარატივები, რომელიც როგორც წესი აწყობს უთუ ქვეყანას, ძირითად შემთხვევაში რუსეთს. შესაბამისად ამ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მიმართ სანდოობა იმიტომ არსებობს, რომ ეს მიწოდებათ მათთვის გასაგებ ენაზე. შესაბამისად ენობრივი ბარიერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. დიახ.
კი ბატონო, ჩვენ როცა ვსაუბრობთ მედია წიგნიერებაზე ზოგად საგანმანათლებლო საფეხურზე, ხო? ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა რაღაც მოვიაზროთ სასკოლო საზოგადოება, მშობლები და მასწავლებლები. თქვენ ნაწილობრივ თქვით, რომ მასწავლებლებმაც არ იციან ხშირ შემთხვევაში როგორ ასწავლონ. აქ მშობლებსაც ძალიან სუყე ნაწილი უჭირავს, ჩემი აზრით. აი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაოთ მშობლებთანაც და მასწავლებლებთანაც, რომლებიც არიან მთავარი ინფორმაციის მიმტანები მოსწავლეებთან. ანუ შეიძლება მოსწავლემ ინფორმაციის გადამოწმება მასწავლებელთან და მშობელთან სცადოს. ანუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ უფროსი თაობან სასკოლო საზოგადოების ეს ნაწილი მშობლები და მასწავლებლები იყვნენ უპირველესად ინფორმირებული და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს რაღაც პრიორიტეტების დონეზე განისაზღვროს ამ ადამიანების ინფორმირებულობაც. რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? აბსოლუტურად გეთანხმებით, რადგან ძალიან მარტივია, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მასწავლებლებზე, ისინი ამავე დროს ასევე ხშირ შემთხვევაში არიან მშობლებიც ასევე, ხო ესე არის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რომ პრიორიტეტი იყოს, რომ თვითონ პირველ რიგში ჩვენ მასწავლებლებს აუხსნათ და მასწავლებლებმა იცოდნენ თუ რა არის მედია წიგნიერება, რისთვის არის საჭირო და რასში გამოადგება ეს თავად მას, რომ მე ეს მიაწოდოს თავის მოსწავლეებს. რატომ არ არის პრიორიტეტული ბატონ გიორგი? ეს კითხვაც ისმება ლოგიკურად, იმიტომ რომ ფაქტია, რომ არ არის პრიორიტეტული, რომ კრიტიკული აზროვნება კრიტიკულად მნიშვნელოვან ამბად განიხილებოდეს სკოლებში, სასკოლო დონეზე. კი ბატონო, აქ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ ესეთი მიზეზი შეიძლება იყოს თუნდაც იმ მასწავლებლების, რომლებიც ახალ სკოლაში ასწავლიან, მათი დატვირთული რეჟიმი. ახლა რას გულისხმობ? თვითონ მასწავლებლები, რომლებიც გარკვეული მმართველობით ასწავლიან სკოლებში, ისინი იმდან დატვირთულები არიან, რომ ისინი ამ თავიანთი საგნის გარდა სხვა საგნის შესწავლას ფიზიკურად ვერ ასწრებენ. და შესაბამისად, ინტერესი ამ მედია წიგნიერების მიმართ არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, მასწავლებლის მხრიდან არის ინტერესი ძალიან დაბალი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, აქედან გამომდინარე, მოსწავლის მიმართ ინტერესი, რა თქმა უნდა, ვერ აღიძვრება. და რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტს, ჩემი აზრით უნდა იყოს პრიორიტეტული, თუმცა როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ეს პრიორიტეტი არ არის სამწუხაროდ და როგორც წესი ამ ვაკუუმს მედია წიგნიერების მიმართ ავსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უბრალოდ ტრენინგების სახით ეხმარებოდნენ სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. კი ბატონო, ეხლა ეს თემა ჩვენ რამდენჯერმე გქონდა გადაცემაში, თუმცა დღეს რატომაც გავაკეთეთ, აქვს ამას მიზეზი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით, სადაც სასკოლო საზოგადოება ძალიან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებს გულისხმობ, ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციის ნაკადი არის და აი ამ ინფორმაციის ნაკადში ლავირება და სანდო ინფორმაციის მიღება გაჭირდა, მით უმეტეს თქვენც ახსენეთ, რომ აი მედია წიგნიერების თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. შეგიძლიათ რაღაც რჩევების სახით მისცეთ მაგალითად ამ საზოგადოებას, როგორ იპოვონ სანდო ინფორმაცია, რას მიაქციონ ყურადღებან, რა კრიტერიუმები, რა დეტალები არის მნიშვნელოვანი, როგორ მიხვდნენ, რომ ყალბია ეს ინფორმაცია და რაღაც გადამოწმება საჭიროებს. დიახ, ყველაზე მარტივი და ელემენტარული ამ შემთხვევაში არის ის, რომ გააჩნიათ ჩვენ საიდან ვიღებთ ინფორმაციას. როგორც წესი, ინფორმაციის ძირითადი მიღების წყარო არის ტელევიზია და სოციალური მედია, ხო? ტელევიზიის შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა რომ გადავამოწმოთ კონკრეტული ტელემედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ნახოთ სხვა არხის საინფორმაციო საშუალება და ამ ორი ნანახის საინფორმაციო გადაცემის შეჯერების შედეგად ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ რამდენად რეალური იყო ესა თუ ის ინფორმაცია. რაც შეეხება სოციალურ მედიას, ამ შემთხვევაში უფრო სულად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ სოციალურ მედიით უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება და ეს არის ზღვა მასალა. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ რიგში დავსვათ კრიტიკული კითხვა, შევხედოთ თვითონ კონკრეტულ გაზიარებულ ბმულს ან სტატიას, რა სათაური აქვს, რომელი მედიის მიერ ვრცელდება და შესაბამისად აქედან გამომდინარე ნახოთ ასევე სხვა ჩვენთვის სანდო მედიების ინფორმაცია, შევაჯეროთ და ჩვენეულ დასკვნას გამოვიდანოთ. კი ბატონო, თქვენი დაკვირვებით ახალი თაობა უფრო მედია წიგნიერია თუ უფროსი თაობა? მე ამ კითხვას დავსვავ და რაღაც იმედი მაქვს, რომ არ გამიბრაზდებია, რომ დავყავი ასაკობრივ ჯგუფების მიხედვით, მაგრამ მინდა გავიგო ეს ტექნოლოგიურ სიახლეებთან რაღაც ადვილად ადაპტირებულობა რამდენად ცვლის მედია წიგნიერების ხარისხს. ანუ როცა პრეტენზია გვაქვს ახალგაზრდების არაინფორმირებულობაზე და უფროსი თაობა ძირითადად ამბობს
არსებობს ხოლმე რომ თქვენ არ იცით, თქვენ არ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში რა არგუმენტით შეგვიძლია გავაბათილოთ ეს მოსაზრება, რომ ახალი თაობა არ არის სწორად ინფორმირებული. ან თქვენი დაკვირვებით როგორ არის მოცემულობა? ვინ არის უფრო მედია წიგნიერი ამ შემთხვევაში? იცით რა არის, ჩემი აზრით, რაც ჩემი გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ახალგაზრდების მხრიდან მიმღებლობა მედია წიგნიერების მიმართ და კრიტიკული აღქმისა და აზროვნების მიმართ უფრო მაღალი არის ვიდრე უფროსი თაობის მხრიდან. შესაბამისად, ახალგაზრდებს უფრო აქვთ მეტი ტექნიკური საშუალება და ასევე ინტერესი, რომ გადაამოწმონ კონკრეტული ინფორმაცია ნამდვილი არის თუ ყალბი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ახალგაზრდებში მედია წიგნიერების დონე უფრო მაღალი არის, თუმცა ჯერჯერობით სასიკეთო შედეგები არ გვაქვს. თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ წაკითხulis გააზრების კუთხით ჩვენ ვართ ერთ-ერთ ბოლო დონეზე 2022 წლის კვლევების მიხედვით. კი ბატონო, ინფორმაციის მიღება ერთია და ანალიზის გაკეთება მეორე, აქ არის ალბათ ყველაფრის პასუხი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მაყურებელს შევხსენებ. გიორგი ინალიშვილი მედია წიგნიერების ტრენერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ მოკლე ვიდეო უნდა ვნახოთ ახლა თავად მასწავლებლები რას ფიქრობენ მედია წიგნიერების საჭიროებასთან დაკავშირებით და უკვე შეგვიძლია მომდევნო სტუმართან დავბრუნდეთ. მარიამ დახუნდარიძე კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის უფროსი იქნება ჩვენი მომდევნო სტუმარი და მოვისმენთ რა კეთდება და რა არის დაგეგმილი მედია წიგნიერების დონის ამაღლებასთან დაკავშირებით. მოვისმინოთ ახლა ეს კომენტარი. თანამედროვე ზოგადი განათლების მიზნების კუთხიდან თუ შევხედავთ, ახლა სკოლის ძირითადი ფუნქციაც თავისთავად და ერთადერთი ფუნქციაც ის არის, რომ მოსწავლეები პირველად განავითაროს, ანუ ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მედია წიგნიერების ნაწილი სასწავლო პროცესში არის და არა მარტო სასწავლო პროცესში, ზოგადად სკოლის საგანმანათლებლო პროცესში არის ინტეგრირებული თავისთავად. ანუ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც თითოეული საგანი და ვერც ზოგადად სკოლა ვერ მიაღწევს იმ მიზნებს, რასაც ქვია მოსწავლეს განვითარება. თუ კი მასწავლებელი იზიარებს საგანმანათლებლო პრინციპს, სადაც თვითონ და მოსწავლე თანასწორები არიან, ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი თვითონაც ზრუნავს საკუთარი პრაქტიკის განვითარებაზე, ამ მიმართულებით მედია წიგნიერებასაც შეეხება და მოსწავლეებსაც ავითარებს ამ მიმართულებით და რატო? იმიტომ რომ მედია წიგნიერება არის ერთ-ერთი უნარი მნიშვნელოვანი, რომელიც ბავშვს გამოუმუშავებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ხო და მასწავლებლის ამოცანა თუ არის ის, რომ ბავშვს გამოუმუშავოს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თავისთავად ცდილობს, რომ ამ მიმართულებით განავითაროს. თვითონაც განვითარდეს და მოსწავლეც განავითაროს. 21 საუკუნის ადამიანები ხო არიან გლობალური პიროვნებების განვითარება გვინდა. ეს რას ნიშნავს, რომ გარდა კონკრეტულ საკითხში რაღაც ცოდნისა, თქვათ ბავშვმა რომ იცის, ბავშვს აქვს ინფორმაცია, მაგალითად, რა ვიცი, საფრანგეთის რევოლუციაზე, ხო? ამასთან ერთად მოსწავლეს უნდა ჰქონდეს და მასწავლებელსაც მათ შორის გარკვეული ფუნქციური უნარები, ანუ ისეთი ტიპის უნარები გამომუშავებული, რომელიც ცხოვრებაში გამოადგება, ძალიან ბანალურად რომ ვთქვა. ეს უნარები არის კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაციის უნარი, თანამშრომლობის უნარი და შემდეგ 6-7 უნარია სულ, ხო? და მედია წიგნიერება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედია წიგნიერება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი თუ უნარია, უფრო ინსტრუმენტია, რომელიც აი ამ უნარებს გამოუმუშავებს ბავშვებს და თუ კი ამ მიმართულებით ცნობიერება დაბალია ან გარკვეულობის დონე დაბალია, ესე იგი ჩვენს ამოცანას ვეღარ ვასრულებთ. ესე იგი მოსწავლეებს ვერ ვუვითარებთ ადამიანებს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების, ინფორმაციის დამუშავების და ნათლად გადმოცემის უნარს, ინფორმაციის გაფილტვის უნარს, დასკვნების, კანონზომიერების აღმოჩენის უნარს და ასე შემდეგ. ანუ ეს მჭიდროდ დაკავშირებულია ერთმანეთთან და სახიფათო შედეგი რაც შეიძლება გამოიწვიოს არის ის, რომ ვეყოლება მოქალაქეები, ზრდასრული მოქალაქეები, რომლებიც ვერ მიხვდებიან და ვერ გაარჩევენ რა სამყაროში ცხოვრობენ. მარიამ დახუნდარიძე კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის უფროსი გვყავს ხაზზე. აღნიშნული უწყება არის მედია წიგნიერების მიმართულებით მსხვილი პროექტების განმახორციელებელი და რა გაკეთდა, კეთდება და იგეგმება სწორედ მარიამისგან მოვისმენთ. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ჩვენს წინა სტუმართან ვისაუბრეთ მედია წიგნიერების პრობლემებზე და ვახსენეთ, რომ მედია წიგნიერების დონით ჩვენი ქვეყანა არც ისე სახარბიელო პოზიციას იკავებს. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამებს მედია წიგნიერებასთან მიმართებით. გითხარით, მოდით შედეგებით დავიწყოთ. აი ეხლა უკვე რაზე შეგვიძლია ვისაუბროთ? გვაქვს თუ არა უკეთესი მდგომარეობა და რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა მედია წიგნიერების მიმართულებით? რა თქმა უნდა, განათლებაზე ზოგადად საგანმანათლებლო სივრცეზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. დიახ, ჩვენ უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს. თქვენ როგორც იცით, მედია წიგნიერება კანონისმიერი ფუნქცია კომუნიკაციების კომისიისთვის, მედია წიგნიერების განვითარება საზოგადოებაში და 2018 წლიდან კომისია არაერთ პროექტს ახორციელებს ამ თვალსაზრისით. ორი ძირითადი მიზანი გაგვაჩნია ჩვენ. ერთი არის მედია წიგნიერების სისტემური ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში, ხოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით, არაფორმალური აქტივობებით, გზით, როგორც აღნიშნე, ესე იგი ცნობიერების ამაღლება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ ესე იგი ჩვენ გვყავს სამი სამიზნე აუდიტორია, ეს არის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, ანუ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ სასკოლო საზოგადოებასთან და 2 წლის წინ ზუსტად ჩვენ დავიწყეთ პროექტი, ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავდა განათლების საშუალო საფეხურზე, კერძოდ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის მედია წიგნიერების არჩევითი საგნის სწავლებას. პროექტის ფარგლებში ჩვენ განვახორციელეთ კვლევა ზუსტად იმიტომ, რომ გვენახა სასკოლო საზოგადოების მზაობა ამ თემის მიმართება, ამ თემასთან მიმართებაში, გამოვკითხეთ მოსწავლეები და მასწავლებლები და შედეგად შეიქმნა საგანმანათლებლო სტანდარტი პირველად და სტანდარტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსი მასწავლებლებისთვის, მედია წიგნიერების გაკვეთილებია სახელწოდება, რომელიც რეალურად დაეხმარა მასწავლებლებს აი ამ საგანმანათლებლო პროცესში, ანუ მედია წიგნიერების საგნად სწავლების. იცით, კიდევ ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მედია წიგნიერება არა მხოლოდ არჩევით საგნად ისწავლება დღეს სკოლებში, არამედ ხდება მისი ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებში. არაფორმალური აქტივობების გზით, როგორც არის პროექტული და კლუბურ დონეზე სწავლება, მიმდინარე სასწავლო წელს 227 სკოლაში ისწავლება მედია წიგნიერების არჩევითი საგანი. მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ აქედან 90%, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით და 90% რეგიონებზე მოდის. მაგალითად აჭარის რეგიონში 8 საჯარო სკოლაში ისწავლება მედია წიგნიერების. კი ბატონო, აი ამ სკოლებს შორის განსხვავებებზე თუ გაქვთ რაიმე მოკვლევა, მაგალითად იქ სადაც კონკრეტულად საგნის სახით სწავლობენ მოსწავლეები მედია წიგნიერებას, მათი კრიტიკული აზროვნების დონე, თუნდაც იგივე წაკითხulis გააზრების დონე და მოვლენებთან მიმართებით მათი განწყობები და მოსაზრებები და შეფასებები, რამდენად არის განსხვავებული იმ სკოლების მოსწავლეებისგან, სადაც არის სწავლება. აი ეს სურათი როგორი არის თქვენი თვალთახედვით? როგორც აღნიშნე, სულ 2 წელია, რაც ამ მიმართულებით მუშაობდა. წელს პირველად ამ აკადემიურ წელს ისწავლება მედია წიგნიერება არჩევით საგნად. შესაბამისად, ჩვენ ჯერ არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ შევაფასოთ შედეგები ამ თვალსაზრისით, თუმცა ინტერესი არ ნელდება. თავისთავად ის ფაქტი, რომ პირველივე წელს სრულიად ახალი საგანი ამდენმა სკოლამ აირჩია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვათ ზოგადად განაპირობებს ხო წარმატებას ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მასწავლებლების პროექტი ითვალისწინებდა მასწავლებლების კომპეტენციების ასევე განვითარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით 2300-ზე მეტი მასწავლებელია გადამზადებული. ამ კუთხითაც მასწავლებლების ინტერესი არ ცხრება და მოგმართავენ გადამზადების სურვილით. ასე რომ ვფიქრობთ, რომ მომდევნო ასე იგი და ჩვენი ძალისმევაც ამ კუთხით, რომ გავაძლიეროთ სასკოლო საზოგადოება კვლავ გაგრძელდება, ეს იქნება სხვადასხვა რესურსის შეთავაზება და გადამზადების ასევე ეტაპები. კი ბატონო, ქალბატონ მარიამ, ის რომ თქვენს უწყებას რაღაც გააზრებული აქვს მედია წიგნიერების საჭიროება და მნიშვნელობა ცხადია და ეს სურვილიც, აი ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ რა
გამოწვევების წინაშე დგას თქვენი უწყებაც ეს პროგრამების ამაზე მინდა რომ გკითხოთ, ოღონდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით, ჩვენ ვიცით რომ ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის ხელმომწერები გავხდით ჩვენ და აი ამასთან ურთიერთობაში უნდა განხორციელდეს ალბათ ყველა პროგრამაც. აი ამ მიმართულებით რამდენად თანხმედრაში მოდის ის ადამიანური რესურსით და ის კომპეტენციებზე საუბრობდით თქვენ ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა აიღოს ხელში, ესე ვთქვათ, რაღაცა მედია წიგნიერების ეს მიმართულებაც და ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს. ანუ აქ რა მოცემულობა გვაქვს და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ აი ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ ჩვენ რამდენად მივყვებით ამ ამბავს. ну, იქიდან გამომდინარე, როგორც აღნიშნე, სულ ახლახანს ვიწყებთ, ხო, ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ფორმალურ განათლებაში მედია წიგნიერების ინტეგრირება და ასევე ვახსენე რესურსები, დღე მიმდინარე წელს ჩვენ უკვე სასკოლო საზოგადოებას შევთავაზებთ ახალ რესურსს, ეს არის იუნესკოს უახლესი სახელმძღვანელო მედია წიგნიერების, რომელიც არამხოლოდ მედია წიგნიერების არამედ ყველა მომიჯნავე დარგს მოიცავს და არის საკმაოდ კომპლექსური და ყოვლის მომცველი ითარგმნება ქართულ ენაზე და ერთ-ერთი მოდული, რომელიც ამ სახელმძღვანელოში შედის, ზუსტად ხელოვნური ინტელექტია. ხელოვნური ინტელექტი ცალკე ესე იგი ყურადღებას და ინტერესს იპყრობს სასკოლო საზოგადოებისგან, იმიტომ რომ იცით რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ასე რომ რაც მეტი თქვათ ინფორმაცია ექნება სასკოლო საზოგადოებას, მასწავლებლებს და შესაბამისად მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მის ეთიკურ გამოყენებასთან დაკავშირებით, მით უკეთესად და ეფექტიანად შეძლებენ აი ამ ასე იგი რესურსის, ინსტრუმენტებისა და ცოდნის გამოყენებას. კი ბატონო, აი თქვენს გვერდზე, ვებგვერდზე ამოვიკითხე აი ამ AI-ის აქტთან დაკავშირებით, რომ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის AI აქტთან არის ვალდებულებად აღებული. ანუ ეს რა პროცესში არის, რო გითხრათ და იქნება თუ არა შემაფერხებელი, აი თუნდაც მიმდინარე ამბები, აი ამ აქტით გათვალისწინებულ აქტიობებში, რომ ჩაერთოს ჩვენი ქვეყანა. თავად აქტი არის ახალი მიღებული თავად ევროკავშირის მიერ, შესაბამისად ჩვენ ამაზე მხოლოდ ვიწყებთ ახლა მუშაობას და შესაბამისად საწყის ეტაპზეა. კი ბატონო, ციფრულ მედიაზე ვისაუბროთ, ან ტრადიციულ მედიაზეც უნდა გკითხოთ, რამდენად არის გამოწვევა თქვენი პროგრამებისთვის, აი ტრადიციული მედიით გავრცელებული ინფორმაციები, მაშინ როცა ტრადიციული მედია არის ძალიან პოლარიზებული, რა არჩევები შეიძლება მისცეთ მოსახლეობას, რომ მათი მედია წიგნიერების დონე იყოს მაღალი და ჩვენმა წინა სტუმარმა ახსენა, რომ მოწყვლადი ჯგუფებიც ყავს ამ ქვეყანაში, რის გამოც მედია წიგნიერების დონე არის დაბალი, ამ მიმართულებით რა კეთდება იმ ტერიტორიებზე, სადაც ტრადიციული მედია არის სწორედ მათი ინფორმირების მთავარი წყარო. სწორედ მოწყვლადი ჯგუფებისთვის კომუნიკაციების კომისია უკვე მესამე წელი ახორციელებს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ციფრული მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს 1000-მდე დასახლებული პუნქტის სოფლის დონეზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ციფრული წიგნიერებისა და ზოგადად ინტერნეტის და ციფრული ინსტრუმენტების უსაფრთხო გამოყენების კუთხით უკვე 12-ზე მეტი მუნიციპალიტეტია დაფარული და 200-ზე მეტ სოფლის მოსახლეობას ჩაუტარდა ამგვარი ტრენინგები, ესეც ძალიან ესე იგი წარმატებით მიმდინარეობს, 7000-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს უკვე ამ პროგრამას, მასში მონაწილეობას ღებულობენ ისევე როგორც მასწავლებელი მაღალი კლასის მოსწავლეები, ასევე არიან ადგილობრივი ქალი მეწარმეები, ბიბლიოთეკარები, შშმ პირებიც მინდა ასევე აღვნიშნო, მოკლედ პროგრამა არის ხორციელდება
იხილება სრულ ინკლუზიურად, არის უფასო ცხადია და წელსაც გეგმავთ 7 მუნიციპალიტეტში ამ პროგრამის განხორციელებას. ეს ზოგადად ცნობიერებას ამაღლებს და ჩვენ გვიხარია, რომ გვაქვს პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქზე, არამედ ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს აქტივობებს, რომლის ბენეფიციარებიც ისეთი მოწყვლადი ჯგუფები არიან და ასევე სოციალური ჯგუფები, როგორც სოფლის მოსახლეობა. კი ბატონო, ქალბატონ მარიამ, ბოლოს მინდა რომ ჩაგეკითხოთ და იქ გამომრჩა და ვერ კითხეთ, უბრალოდ დავაზუსტო, იქნება თუ არა მედია წიგნიერება სავალდებულო საგანის სკოლებში, როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ არ ვდაობთ, რომ მედია წიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანი უნარი არის, კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი უნარი არის. მე მგონი არ ვდაობთ, რომ სახელმწიფოს ინტერესიც უნდა იყოს, რომ მედია წიგნიერი მოქალაქეები გყავდეს. ამ მიმართულებით როგორი არის პერსპექტივა და სურვილი სახელმწიფოსი, რომ სკოლებში სავალდებულო იყოს ამ უნარების განვითარება? ბატონო, როგორც აღნიშნე, ჩვენ ამ ინიციატივას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვახორციელებთ. ჯერ ადრეა საუბარი სავალდებულო საგანზე, ვინაიდან ამ ეტაპზე ინერგება არჩევით საგნად. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ყოველგვარი საფუძველი, რესურსი და მხარდაჭერა შევქმნათ სასკოლო საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაინერგოს მედია წიგნიერება ფორმალურ განათლებაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, მარიამ დახუნდარიძე კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მედია წიგნიერების საგანმანათლებლო კამპანიისთვის მომზადებულ ერთ-ერთ ვიდეო რგოლში, რომელიც სხვათა შორის განათლების უწყების დაკვეთითაა, ასეთი ტექსტი გვესმის ამ ვიდეოში. ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენს მაგივრად. ეს პიროვნული საზრუნავია. ჩვენ საკმარისი თავისუფლება უნდა გქონდეს იმისთვის, რომ გადავჭრათ სხვადასხვა სირთული საკითხები. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ ციფრული გლობალური სამყაროს ადამიანის ცნობიერება ჩამოვაყალიბოთ, რათა ადამიანმა დაკარგულად არ იგრძნოს თავი იმ სამყაროში, რომელიც უფრო და უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს და იმისთვის, რომ ამ სამყაროშიც არ დავიკარგოთ, მედია წიგნიერების უნარები გვჭირდება. დიახ, დღეს ამის საჭიროება ყველაზე ცხადად არის და ვხედავთ, რომ თუ პიროვნებას ეს უნარები არ აქვს განვითარებული, ის მარტივად ხდება პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ დასვით კითხვები და იპოვეთ სწორი პასუხები. დღეს კი სწორი პასუხი არის შემდეგი: არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. თავისუფლება მზიას, მხარდაჭერა ყველა კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეს, ვინც იბრძვის სიმართლისთვის. მე გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე, ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის.